მოგესალმებით, მე ვარ მაია ასაკაშვილი, 26 წლის ირაკლი ქემოკლიძის დედა, პროფესიით ვარ ჟურნალისტი და მაქვს ჟურნალისტად მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. პრობლემა, რომელსაც ავაწყდი, მართლაც ძალიან მტკივნეული და შოკის მომგვრელი იყო პირადად ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. გზაგასაყარზე ვიდექი, არ ვიცოდი რა გაგვეკეთებინა. შემდეგ ჩემი ოჯახის წევრების და ახლობლების დახმარებით მივხვდი, რომ საჭირო იყო და გავაცნობიერე, რომ საჭირო იყო აქტიური მოქმედება, რითიც უფრო მეტ სარგებელს მოვუტანდი საკუთარ შვილსაც და ჩემს თავსაც. ჩემმა შვილმა შეცვალა ჩემი ცხოვრებაც და ჩემი პროფესიაც. ძალიან ბევრს კითხულობდი სპეციფიურ ლიტერატურას, მინდოდა ძალიან ბევრი მცოდნო და ჩემი შვილის მდგომარეობის შესახებ და ძიებამ უფრო შორს წამიყვანა. გადავწყვიტე, გამხდარიყავი დარგის პროფესიონალი, გავხდი სპეცგანათლების პედაგოგი, დავამთავრე ასპირანტურა და დღეს ვეწევი სამეცნიერო მუშაობას ამ მიმართულებით. ჩემი სადისერტაციო ნაშრომია ინტელექტ-დაქვეითებულ პირთა სოციალური ინტეგრაცია. ჩემი შვილის დიაგნოზია მოტორული აფაზია. მას მეტყველების ტრამვის შედეგად სამეტყველო ზონები აქვს დაზიანებული და გონებრივი განვითარებით ასაკს ჩამორჩება. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ საჭირო იყო მისთვის ყველაზე მეტად საზოგადოებასთან ურთიერთობა და აქედან დაიწყო რბილად რო ვთქვათ ჩვენი საზოგადოების მხრიდან არაცივილური დამოკიდებულება პირადად ჩვენს მიმართ. ანუ რა შემდგომარეობს ეს? როდესაც ჩემი შვილი ბაღის ასაკის გახდა, საბავშვო ბაღის გამგემო არ იგვითხრა ბაღში მიღებაზე. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც სიტყვა ინკლუზიის გაგება ჩვენს ქვეყანაში არ არსებობდა. მახსოვს ბაღიდან გამოსული როგორ მალავდი ცრემლს, რომ ირაკლის არ დაენახა. შემდგომ ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდით სკოლის ასაკის მოახლოებისას, როდესაც სპეციალისტებმა მითხრეს, რომ არ არის აუცილებელი თქვენ შვილს მისცეთ განათლება. პენსია ხომ აქვს დანიშნული სახელმწიფოს მხრიდან, ყავდეთ სახლში და ნოაწვალებთო. მაგრამ მე არ დავუჯერე, მაინც სპეციალისტებს მივიყვანე. ჩემი შვილი ლოგოპედიურ სკოლაში, მან მიიღო განათლება. ეს იყო გარემო, სადაც ყველა პირობა იყო შექმნილი ირაკლის სრულფასოვანი რეალიზაციისთვის. მან ისწავლა წერის, კითხვის უნარები, ასევე დაეუფლა საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს და რა არის ჩვენთვის ყველაზე დიდი წარმატება. წარმატება არის ის, რომ ამჟამად ჩემი შვილი დადის დღის ცენტრში დამოუკიდებელი ცხოვრების უნარებს ეუფლება. სწავლობს სხვადასხვა ხელსაქმეს, მუშაობენ მისი წინარე პროფესიული უნარების განვითარებაზე. ირაკლი ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებსა და ღონისძიებებზე, ასევე ფესტივალებში. დღეს წარმატება არის ის, რომ ის თავს გრძნობს სრულფასოვან ადამიანად, შეუძლია თავისი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაცია და მას უდიდესი სიხარული მოაქვს როგორც ოჯახის წევრებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის და მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ ამით, რომ ჩემი შვილის სრულფასოვანი რეალიზაცია მოხდა საზოგადოებაში. ჩემმა ქვეყანამ 2013 წელს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, რითიც აიღო ვალდებულება გაატაროს პოლიტიკა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასა და თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე იქნება ორიენტირებული. კონვენციის რატიფიცირება მე როგორც საქართველოს მოქალაქეს მაძლევს უფლებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების, შრომისა და დასაქმების უფლების განხორციელებისთვის ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტის გაძლიერდი და შეცვალე ფარგლებში. ჩემი ხმა მივაწვდინო და ჩვენი პრობლემის შესახებ მივმართო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს. კონვენციის მერვე მუხლის მიხედვით, რომელიც საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ეხება, სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას ამაღლო საზოგადოების ცნობიერება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში. ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ღირსების პატივისცემას, ებრძოლონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დამკვიდრებულ სტერეოტიპებს. მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების კამპანიის ინიცირება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უნარ-ჩვევების, ღირსებისა და შესაძლებლობების, სამუშაო ადგილების და შრომით ბაზარზე მათი წვლილი აღიარება. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციასთან შესაბამისობაში წარმოსაჩენად.
პრესა, რადიო და ტელევიზია საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მნიშვნელოვანი იარაღია. ინფორმაცია, რომელსაც ჟურნალისტები ასდიან საზოგადოებას, წარმოადგენენ ეგრეთ წოდებულ ჩარჩოს, რომლის ფარგლებში საზოგადოება ურთიერთობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან. მინდა მივმართო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს. ერთად განვიხილოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემა, ჩემს მიერ მომზადებული გადაცემის პროექტი. ერთად შევცვალოთ საზოგადოების ხედვა და დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ. ერთად დავცლიოთ სტიგმა.